მეცადინეობა 26 მეორე ნომრის ნომრებში განიხილება მრავალწევრის დაშლა მომრავლება დაჯგუფების ხერხით. განიხილოთ მეორე ნომრის პირველი ქვენომერი. ვიხილავთ გამოსახულებას 3b-ს ნამრავლი a პლუს b-ზე მინუს ამას ფრჩხილებში a პლუს b. ადვილის შესამჩნევია, რომ საერთო მომრავლია a პლუს b. ესე იგი a პლუს b გავაქვს ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებში დარჩება 3b-ს ნამრავლი a პლუს b-ზე გაყოფილი a პლუს b-ზე იქნება 3b. მინუს ამას a პლუს b გაყოფილი a პლუს b-ზე იქნება 1. ამრიგად დაშლით მიიღება a პლუს b-ს ნამრავლი 3b-ს მინუს 1. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მეოთხე ქვენომერი. ვიხილავთ გამოსახულებას 4x-ის ნამრავლი m მინუს n-ზე მინუს ამას ფრჩხილებში m მინუს n. ადვილის შესამჩნევია, რომ საერთო მომრავლია m მინუს n. ესე იგი m მინუს n გავაქვს ფრჩხილებს გარეთ. ახლა დავადგინოთ ფრჩხილებს შიგნით დარჩენილი მრავალწევრი. ამ მიზნით გამოსახულების თითოეული შესაკრები უნდა გავუკოთ საერთო მომრავლზე. 4x-ის ნამრავლი m პლუს n-ზე გაყოფილი m მინუს n-ზე იქნება 4x. მინუს ამას m მინუს n გაყოფილი m მინუს n-ზე იქნება 1. ამრიგად დაშლას აქვს სახე m მინუს n-ის ნამრავლი 4x მინუს 1. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მესამე ქვენომერი. ვიხილავთ გამოსახულებას 4x კვადრატს მინუს 4xz მინუს 3x პლუს 3z. ერთად დავაჯგუფოთ 4x კვადრატი და 4xz. ამ ორი შესაკრებიდან ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ 4x. ფრჩხილებში დარჩება 4x კვადრატი გაყოფილი 4x-ზე იქნება x. მინუს 4xz გაყოფილი 4x-ზე იქნება მინუս z. ამრიგად გვაქვს 4x-ის ნამრავლი x მინუს z. ახლა ერთად დავაჯგუფოთ მინუს 3x პლუს 3z. ამ ორიდან ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ მინუს 3. ასეთ ფრჩხილებს შიგნით დარჩება მინუს 3x გაყოფილი მინუს 3-ზე იქნება x. პლუს 3z გავყოთ მინუს 3-ზე იქნება მინუს z. ამრიგად მივიღეთ მინუს 3-ის ნამრავლი x მინუს z. ახლა ადვილის შესამჩნევია, რომ საერთო მომრავლი გახდა x მინუს z. ესე იგი x მინუს z გავაქვს ფრჩხილებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში ფრჩხილებს შიგნით დარჩება 4x-ის ნამრავლი x მინუს z-ზე გავხოთ x მინუს z-ზე იქნება 4x. მინუს ამას 3-ის ნამრავლი x მინუს z-ზე გავხოთ x მინუს z-ზე დარჩება მინუს 3. ამრიგად საბოლოოდ დაშლას ექნება სახე x მინუს z-ის ნამრავლი 4x მინუს 3.